თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმი გაიმართა, რომელსაც სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ პაშინიანი და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი დაესწრო. ასევე მასში მონაწილეობა მიიღეს ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალჩინოსნებმა და რეგიონის ქვეყნების კერძო სექტორის წარმომადგენლებმა. ოფიციალური სტატისტიკით ფორუმში 2300-ზე მეტმა დელეგატმა მიიღო მონაწილეობა, თუმცა სახეზე იყო გასული წლებისგან განსხვავებით გაცილებით ნაკლები მონაწილენი და ასევე წარმომადგენლობითი პირები. თვალშისაცემი იყო ჩინეთის დელეგაციების ნაკლებობაც. აქვე ისიც ვთქვათ, რომ ფორუმის ფარგლებში პირველად გაიმართა თბილისის ფინანსური სამიტი, რომელიც საქართველოს ეროვნულ ბანკთან და სინგაპურში დაფუძნებული ორგანიზაცია Global Finance and Technology Network-თან თანამშრომლობით ჩატარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ამ ღონისძიებიდან, ანუ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმისგან, რაც გავიგეთ, არის რომ გაფორმდა საინვესტიციო შეთანხმება, რომელიც Eagle Hills-ის ქართულ შვილობილში სახელმწიფოს წილობრივ მონაწილეობას ითვალისწინებს. სახელმწიფოს აღნიშნულ კომპანიაში 33%-იანი წილი ექნება. მთავრობის განკარგულებით შეწყდა ათობით ენერგეტიკული პროექტის განხილვა, რომლებზეც საინვესტიციო შეთანხმებები, მემორანდუმები იყო გაფორმებული. ეს პროექტები მთლიანობაში 1,7 გიგავატის სიმძლავრისა იყო და მათზე ინვესტორები სახელმწიფოსთან პირდაპირ შეთანხმებების გაფორმების მიზნით აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს. გაუქმებული პროექტები მოიცავს ჰესებს, მზის და ქარის ელექტროსადგურებს. არაერთი მათგანის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო წინა პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მმართველობის პერიოდში, ასევე მაშინ, როდესაც ეკონომიკის სამინისტროში ენერგეტიკის სექტორის საკითხებს კურირებდა რომეო მიქაუტაძე, რომელიც ამჟამად კორუფციის მუხლით არის ბრალდებული. ირაკლი ყობახიძის თქმით, სახელმწიფოს შემდგომი ნაბიჯები ენერგეტიკის სექტორში საკმაოდ გამჭვირვალე და ინვესტორებისთვის მისაღები იქნება. თბილისის საქალაქო სასამართლომ ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს გირაოს სახით $1,000,000 შეუფარდა. მას აეგზალა ქვეყნის დატოვება, ჩამოერთვა პასპორტი. გენერალური პროკურორის განცხადებით, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში ირაკლი ღარიბაშვილი ფარულად და შენიღბულად აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა ტიპის ბიზნეს საქმიანობას და იღებდა დიდი რაოდენობით არალეგალური ტიპის შემოსავლებს. პროკურორის თქმით, 17 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილის სახლის ჩხრეკის შედეგად $6,500,000 ამოიღეს. 22 ოქტომბერს შეერთებულმა შტატებმა ფინანსური სანქციები დაუწესა რუსულ ენერგოგიგანტ ლუკოილს და ყველა მის შვილობილ კომპანიას, რომელშიც ის 50%-ზე მეტს ფლობს. მათ შორისაა ლუკოილ ჯორჯიაც, რომელიც 100%-ით რუსული ენერგოგიგანტის საკუთრებაშია. ამ თარიღის შემდეგ თუკი აღნიშნული ნავთობსადგურები კვლავ კომპანიის საკუთრებაში იქნა, მათზე ფინანსური სანქციები გავრცელდება. ეს სანქციები კი გულისხმობს იმას, რომ ბანკები საგადახდო ოპერაციების წარმოებას შეწყვეტენ. საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ აბრეშუმის გზის ფორუმზე განაცხადა, რომ კომპანიის ხაშური ხარაგაული ზესტაფონის სარკინიგზო ხაზის მოდერნიზაციის პროექტის ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულებულია და ამჟამად მასზე მატარებლები საცდელ რეჟიმში მოძრაობენ. ინფრასტრუქტურის სამინისტრო კი თბილისიდან გასასვლელი გზის მოდერნიზებას გეგმავს. არსებული მარშრუტით ჩანაცვლდება 8 ზოლიანი მაგისტრალით, რომელიც ქოშიგორის ქვეშ 2 პარალელური გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. მთლიანობაში მოდერნიზაცია ჩაუტარდება თბილისი-ნატახტარის 11 კილომეტრიან საგზაო მონაკვეთს და ის სრულად 8 ზოლიანი გზად გადაკეთდება. თბილისის მერიამ გამოაცხადა $416 მილიონი საერთაშორისო ტენდერი, რომლის მიხედვითაც დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ტრამვაის 7,5 კილომეტრიანი ხაზის დაპროექტება და მშენებლობა იგეგმება. პროექტი ასევე მოიცავს ტრამვაის დეპოს მშენებლობას და მის ტექნიკურ აღჭურვას. ტრამვაის ახალ ხაზს 11 გაჩერება უნდა ჰქონდეს. ტრამვაის ხაზი ძირითადად დავით აღმაშენებლის ხეივნის შუა მონაკვეთს გაივლის, რაც ამჟამად გამწვანებულ ზონას წარმოადგენს. ამასთან ტენდერში არ შედის უშუალოდ ტრამვაის 10 ერთეული მოძრავი შემადგენლობის შესყიდვის საფასური, რისთვისაც თბილისის სატრანსპორტო კომპანია დამოუკიდებელ ტენდერს გამოაცხადებს.